საღამოშვიდობისა, თქვენ უყურებთ გადაცემას მათემა, ახალი საქართველოს ტელეეთერში, რომელიც გადის 17 საათზე, 4 შაბათობით, ხოლო თვითონ ეს გადაცემა თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ სიუქმეთის 269 არხზე, კავკასიის 32 არხზე, შეგიძლიათ მოიძებნოთ ასევე მაი ვიდეოში და რამდენიმე საათის შემდეგ, რაც გადაცემა გავა, ფაქტიურად თქვენ შეგიძლიათ YouTube-ის საძიებო სისტემაში აკრიფოთ ახალი საქართველო, მერე მათემა და ნახავთ აი ამ გადაცემას უკვე ჩაწერის სახით. დღეს ჩვენ დაგეგმილი გვქონდა საუბარი იმ შეხვედრაზე, საერთაშორისო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა თბილისში და ელექტრონულ სწავლებას ეხებოდა და ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი ცნობილი სპეციალისტები, პროფესორი ბატონი ხამლეტ მელაძე, პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი, ბატონი ხამლეტი წარმოადგენს საპატრიარქოს ქართულ ტელევიზიას, ბატონი უნივერსიტეტს დიახ, უკაცრავად ტელევიზიას, მეთქი უნივერსიტეტს, ბატონი რამაზი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი და უნდა გვესაუბრა აი ამ თემაზე და ბუნებრივია იმ სავალალო სიტუაციამ რომელმაც შაბათ-კვირას ფაქტიურად საქართველოს ქალაქში მოხდა თბილისში ცოტა პატარა კორექტივები შეიტანა და ჩვენ მთელი ტელევიზია, ჩვენი გადაცემა, ალბათ ჩვენი სტუმრებიც ჩვენ თანაგზნობას უცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და დღეს უკვე ფაქტობრივად აი მე-18 მსხვერპლი აღმოჩნდა, როდესაც ვეფხმა, თეთრმა ვეფხმა დაგლიჯა ერთ-ერთი მუშა, რომელიც შევიდა რაღაც საწყობში, ხო? და ცხადია, აი ამ მეწყერულმა მოვლენებმა ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვია მთლიანად დედაქალაქისათვის. და ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით შევეხებით მეცნიერული თვალსაზრისით ნახავთ, ესე იგი რა მოხდა, როგორ შეიძლება ეს განვითარებულიყო და შეიძლება თუ არა რაღაცა პრევენციის გაკეთება ამ თვალსაზრისით. ესე იგი რაღაც 2 კვირის წინ ჩვენ სტუმრად ყავდა ქალბატონი ნინო ჩხობაძე, რომელიც გახლავთ მწვანეთა მოძრაობის ლიდერი და ჩვენ გქონდა იქ საუბარი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციას. გაფრთხილებას. ქალბატონი ნინო ლაპარაკობდა, რომ აუცილებელია სამინისტროში, გარემოსდაცვის სამინისტროში, ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, თვითონ სამმართველოებში სპეციალისტები იყვნენ ხელმძღვანელ თანამდებობაზე. იმდენად რამდენადაც, კი მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა, შესაბამისად მოადგილეები, მაგრამ სპეციალისტები და მაღალი ცოდნის დონე, რომელიც გააჩნიათ ამ პიროვნებებს, არა ისინი იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს. დღეს პრემიერი ლაპარაკობს, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება და ვნახოთ რა ვისი ბრალია, როგორ მოხდა ყველაფერი ეს და შეიძლება თუ არა თავიდან აცილება იმ მსხვერპლისა, რომელიც საქართველოს დედაქალაქმა განიცადა. მაგრამ მოდით ახლა ჩვენ ვნახოთ რაღაც მსგავსი მოვლენები თავის დროზე, არა? სიმულაცია გააკეთეს იაპონელმა გრაფიკოსებმა, მეცნიერებმა, იქაც არის მთაგორიანი რელიეფი, იქაც ხდება ესე ვთქვათ, აი ეს მეწყერული და ღვარცოფული მოვლენები და მე ვთხოვ ჩართოს ჩვენ ტექნიკური ჯგუფს ნომერი პირველი ვიდეო და აი ჩვენ პატარა კომენტარს გავუკეთებთ. მიდის ჩვეულებრივი პატარა მდინარე და ნახეთ მთიდან იწყებს ესე ვთქვათ მეწყერული მოვლენა ჩამოშლა აი ამ ქანების. სხვა რაღაცია ეს და რა ხდება? ეს ყოველ რაოდენობა, ყოველ სასწაულს ძალიან დიდი რაოდენობა გასაგებია და თავს ალავს ის რამდენი დრო ჭირდება, რომ აივსოს აი ეს რეზერვუარი, მივიდეს ამ დამბის პირამდე და ფაქტურად თუ კი შენ დროზე მოახდინე ამის პრევენცია, ესე ვთქვათ, უпростоეთ დააფიქსირე, რომ მოხდა მართლაც აი ქანების ჩამოშლა და მე წვიმაც წამოვიდა, რამდენ ხანში შეიძლება აივსოს ეს რეზერვუარი და როგორ მოხდება შემდეგ აი ამ რეზერვუარის გარღვევა. აი ახლა ჩვენ კადრებში ვხედავთ წყალი გადმოდის, ესე იგი ზედა ნაწილი და რა თქმა უნდა ეს დამბა არ არის ესე ვთქვათ დატკეპნილი, ეს არის უბრალოდ ნაყარი მიწა, ნაშალი მიწაა და ადვილად რეცხავს მას წყალი და ფაქტურად როდესაც წყალი
წყალი მოდის თავის ესე ვთქვათ მაქსიმალური სიჩქარე და წამოიღებს აი ამ იცის აი ამ მასას უკვე წარმოიქმნა ვარცოფი რომელსაც აქვს ძალიან დიდი ენერგია და სხვათა შორის ეს გაკეთებული არის ეს ანიმაცია იაპონიაში იქ ძალიან სერიოზულად უყურებენ ესე თუ მოვლენებს ბუნების სტიქიასთან ბრძოლას მოხსენებათ იქ ცუნამებია, მიწისძვრებია და შესაბამისად შეიძლება თქვას რომ სკოლაშიც კი სწავლება მიდის თუ როგორ უნდა მოხდეს აი ამ უბედური შემთხვევების დროს თავის დაღწევა. აი ზუსტად ის კადრებია ანიმაციით გაკეთებული იაპონელი მეცნიერების და გრაფიკოსების ეს დიდი მასა ვარსოფისა მოდის დასახლებულ გაიგოს რაღაც ინფრასტრუქტურის ობიექტებს და მე შემოდის დასახლებულ პუნქტებში. მე ვფიქრობ, რომ ანალოგიური პროცესი იქნებოდა ზუსტად ჩვენ შემთხვევაშიც და უნდა ვთქვა, რომ ეთყობა ჩვენ სამინისტრო ბუნების დაცვისა და ესე იგი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომაც გაითვალისწინა ესეთი ინტერესი და თავის მხრივ მათაც შექმნეს ანიმაცია. და მე ვთხოვ, რომ ჩვენს ტექნიკურმა ჯგუფმა აი ამ ვიდეოს დასრულებისთანავე შემოგთავაზოს ნომერი მეორე ვიდეო, უკვე ფაქტობრივად ამ ვიდეოს ყურება საკმარისია. ვთხოვ ჩართოთ ახლა მეორე ფილი, 02 ფილი, რომელიც უკვე უშუალოდ არის ჩვენი გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული. აი შეხედეთ, მითითებულია ესე იგი თბილისის რეგიონი, შემდეგ აქ უფრო მკაფიოდ იქნება გამოყოფილი წყნეთი, ახალდაბას მიმართულება, აი ახლა გამოჩნდება აი ეს აი ხეთ წყნეთი და ახალდაბა და აქ ორი გზა გადის. ნახეთ, გზა რომელიც მიდის მერე პიკეტისკენ და ქვემოთ თვითონ ახალდაბისკენ მიდის. აი ეს მასა რომელიც აი შემონიშნულია, ფაქტურად აი ეს მასა მოწყდა და ორი გზა ესე ვთქვათ ჩაწყვიტა და თვითონ ეს მასაც, ეს ჩვეულებრივი ეს არის ახლა ფაქტურად მიდის უკვე ნახეთ აი ეს არის გვირაბი, პირველი გვირაბი, რომელიც არის ვაკე-საბურთალოს გზაზე. აი ნახეთ ამ გვირაბამ, როცა წასვლილი მასა არსებობს, არა, გააჩერა და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ აი სვაინძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია და ეს დაიტბორა იმის გამო, რომ პირველ გვირაბმა გაჭირა აი ამ ვთქვათ ვარცოფული და წამოსული ხე მასალებით. შემდეგ მეორე გვირაბი და მესამე გვირაბი დახვდა და ჩამოვედით ჩვენ უკვე მერთა მოედანზე და რაუნდენად საინტერესო არის ის, რომ ფაქტურად წყალი ნახეთ პირდაპირ კი არ წავიდა იმაში ტყარში. არამედ სანაპიროს გაუყვა. მივიდა გალაქტიონის ხიდამდე და იქითაც წავიდა, სადაც აი ძველი სასწრაფო დახმარების მანქანების სადგურები იყვნენ. აი ესეთი ენერგია ჰქონდა აი ამ რაკოს ვარცობს წამოსულს და აქვე მინდა ჩვენ ესე იგი ვანახოთ რა ხდებოდა ამ დროს ღამე. ესე იგი უნდა დავითვალოთ ესე იგი დრო, როდესაც ჩამოწვა მეწყერი, რამდენი დაჭირდებოდა მას, რომ გავსებულიყო ის აუზი და შეხედეთ ახლა ბნელი კადრებია ელვის განათების მომენტში ჩვენ ვხედავთ სახლებს. სახლებიდან იქ სიგნალს იძლევიან შუქით, არა? ეთყობა ძლევენ მაშველებს ნიშანს და აი უკვე ნახეთ დაიძრა. ფაქტურად აი ამ წყალმა მოახდინა რა ამოატივტივა აი ეს სახლი მთლიანად წამოვიდა დაეჯახა მეორე სახლს იმასაც შეუცვალა რაღაც ორიენტაცია და მე წამოვიდა აი ეს არის სამოყვარულო კამერით გადაღებული სიბნელეში, მაგრამ ესეთი მდგომარეობა არის. მოკლედ ძალიან დიდი სკორპლი იყო, მოგეხსენებათ, ჯერ თავიდან კი იძახოდნენ, რომ არ არის ერთი კაცი, ორი კაცი, მაგრამ მე აღმოჩნდა უკვე 10 გადააჭარბა, უკვე 18 კაცი დაიღუპა დღეს, როგორც ხედავთ. და მეორე დღეს, როდესაც უკვე განაცდა და შესაბამისად დათვალიერების საშუალება იყო, მე მქონდა ესე ვთქვათ შესაძლებლობა ავსულიყავი ზუსტად შემაღლებულ ადგილას, ეს არის სვანიძის ქუჩის მოპირდაპირ მხარეს და იქიდან დამიფიქსირებინა აი ეს კადრები. ძალიან გთხოვთ ახლა შემდეგი ვიდეო გავუშვათ და ნახავთ ჩვენ. აი ნახეთ აქ ხალხი არის შემოკრებილი და უყურებენ მეორე მხარეს აი სვანიძის ქუჩა სადაც არის
და აქ მივაქციოთ ჩვენ ყურადღება, ნახეთ სახლი ადრეშია, შადმულია ჭალაში. ნუ არ ვიცი ახლა როგორც ვინ მიცანებართო. აი ეს პირველი გვირავი, ვაკის საბურთალოს ქვეშ რო გადის და 60-იან წლებში არის მე მგონი ის აშენებული და იქვე როგორ არის ესე ვთქვათ მიყრილი ეს ხეები და ფაქტურად რამაც გამოიწვია ამ გვირაბის თავისოზე ჩახედვა და შესაბამისად აი ამ იმან რაკოს წყალმა შეაღწია უკვე მოსახლეებთან. აი ესეთი მძიმე სიტუაცია იყო ჩვენს ქალაქში და ეხლაც მძიმე სიტუაციაა, მაგრამ ერთი რამე გვამშვიდებს იმ მხრივ, რომ ადრე გახსოვთ შეიძლება კონკურსული ორგანიზაციები, პარტიული ორგანიზაციები დაიძახებდნენ, აბა გამოვედით და ვიმუშაოთ და გავწმინდოთ ქალაქი და ასე შემდეგ. დღესაც არ გვაკლია ახლა პარტიული ორგანიზაციები, 1000 პარტია არის, მაგრამ მე არ მახსოვს რომ ვინმეს რამე რაღაცა ხმამაღალი განცხადება გაეკეთებინოს მოწოდებისკენ და როგორ გამოვიდა როგორც ერთი ეს ჩვენი ახალგაზრდობა აი ამ ტალახში, აი ამ ჩვენი თბილისის ქუჩების გასაწმენდად. ნუ აღტაცებული ვიყავი, ფაქტიურად ყველა ამას აღნიშნავდა, ვინც კი რაღაც სოციალურ ქსელებში რამეს წერდა. მე მგონი ამით აღფრთოვანებული არიან ჩვენი მეგობრები უცხოეთშიც და აღტაცებულიც კიდეც წერდნენ, ოჩახ თქვენ ქართველებო და მოკლედ ერთადერთი დამამშვიდებელი მომენტი ეს არის. და მე მინდა ეხლა ამასთან დაკავშირებით ჩემს სურვებთან გადავიდე ერთი-ორი სიტყვით და ბატონ რამასთან. ბატონ რამას ჩვენ ყოველწლიურად დავდივართ კონფერენციაში, რომელსაც აწყობს მათემატიკის კავშირი, ჩვენი კავშირი და სხვათა შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ძალიან საინტერესო მოხსენებებით მოდის ხოლმე ბატონი თემურ დავითაშვილი. და თვითონ მისი ესე ვთქვათ თემატიკაა საინტერესო. მაგალითად მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გადის ესე იგი მილი, ნავთობის მილით და ის ითვლის ვარიანტებს დაზიანების შემთხვევაში რა ეკოლოგიური ზიანი შეიძლება მიიღოთ ჩვენ ამ შემთხვევაში რა დონეზე გავიდეს ეს ნავთობი და რამდენიმე ესე ვთქვათ მოხსენება ამ მიმართულებით მე მისგან მოსმენილი მაქვს. სულ რამდენიმე ხნის წინ მან გააკეთა კიდე ერთი მოხსენება, როდესაც დაუშვათ აი ეს მძიმე ნაწილაკები შეიძლება გადმოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, სხვა დაუშვათ მეზობელ ქვეყანაში, რომ რაღაცა საავარიო სიტუაცია აღმოჩნდეს. ესე იგი, როგორც ხედავთ, არა, მეცნიერები ამ მიმართულებით ფიქრობენ. ნუ არსებობს ჩვენთან უნივერსიტეტში გამყარებითი მათემატიკის ინსტიტუტი ვეკვას სახელობის, არა? მეცნიერები აი რამდენად ორგანიზებულად განიხილავენ ასეთი ტიპის საკითხებს, პრევენციას აწყობენ თუ არა და ამ შემთხვევაში აი მოდელირების მომენტიც ხო შეიძლება გავითვალისწინოთ და უთხრათ დაუშვათ იმ ხელისუფალს იქნება თუ სხვას, რომ აი ამ ამ პირობების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ესეთი შედეგი. თხოვთ ბატონო რამას. მადლობთ. პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დაზარალებულებს. მინდა ვთქვა, რომ მართლაც საოცარი ენთუზიაზმი გამოიჩინეს ყველა, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა და ნამდვილად დამამშვიდებელი არის ის, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს და უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი იყო ჩართული ისე, რომ არანაირი მოწოდება ან რაიმე მართლა არ ყოფილა, გულით აკეთებდნენ აი ამ საქმეს. ჩვენ გვაქვს ჰიდრომეტეოროლოგიის ლაბორატორია, რომელიც სვანიძის ქუჩაზეა განთავსებული. თვითონ ამ ქუჩას ამ ლაბორატორიის ერთ-ერთი დამაარსებლის სახელი ეწოდა და ამიტომაც ქვია სვანიძის ქუჩა. ჰიდროლოგი იყო ბატონი გივი ხო სვანიძე. თვითონ ეს ლაბორატორია შეიქმნა 1962 წელს, მაშინ, როდესაც იმ მიზეზით, რომ 1960 წელს მოგეხსენებათ ანალოგიური მოვლენა მოხდა, მაგრამ მაშინ წყალმა 5.5 მეტრით აიწია, ეხლა კი 12-13 მეტრზე საუბრობენ სპეციალისტები. 62 წლიდან ამ ადგილას არსებობს დაკვირვება, ყოველდღიური დაკვირვება ხდებოდა. მხოლოდ როგორც ლაბორატორიის გამგე ამბობს ბატონი მერაბ ალავერდაშვილი, მხოლოდ 90-იან წლებში მორიგეობით დავდიოდით, დღე-გამოშვებით ვიღებდით მონაცემებს, ასე რომ სპეციალისტი ერთი არის თქვენ მოდელირებაზე საუბრობთ, მეორე არის რომ ჩვენ ასევე გვყავს სპეციალისტები, ესენი არიან ჰიდროლოგები და ისინი
ამზადებენ თავიანთ წინადადებებს. ვიცი რომ მუშაობენ დღესაც, დღესდილიცაც გქონდათ რამოდენიმე შეხვედრა და ასევე კარგი იქნება თუ კი ეს საკითხი გაინტერესებთ, რომ მოიწვიოთ გადაცემაში და მათ თავიანთი აზრი მოგახსენონ, იმიტომ რომ რაც მე მათგან ვიცი, არსებობს ანალოგიური პრობლემები აწუხებდა ბევრ ქვეყანას და პრევენციის სახით სხვადასხვა გადაწყვეტილებები იქნა მოძებნილი. მაგალითად, ერთ-ერთი არის კაშხლის მშენებლობა, რომელიც თქვათ დროებით შეაკავებს და გარკვეულად აი ამ წყლის მასის რეგულაციის საშუალებას მოგცემს. თუ გახსოვთ თქვენ მაღლივი კორპუსის, როდესაც საუნივერსიტეტო კამპუსი იგეგმებოდა, მაღლივი კორპუსის ფოიეში შესასვლელში ასევე იყო ნახაზი, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო და იქ ახლა სადაც ბაგებსა და აქეთა სანაპიროს შორის დამაკავშირებელი უნივერსიტეტის კამპუსის შორის დამაკავშირებელი ხიდია, განსაზღვრული იყო აი მიმდებარე ტერიტორიაზე ზუსტად ასეთი კაშხლის მშენებლობა, რომელსაც ალბათ შეისწავლიან სპეციალისტებიც ამ საკითხს და მათი დასკვნა, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ მიზეზების მოძიება და ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ანალოგიურ მოვლენის კიდევ მოხდენის საშიშროება შეამცირებს მინიმუმამდე ან გამორიცხავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლებელი არის ნებისმიერი მოქალაქე ყოფილიყო აი ამ სიტუაციაში და გადავრჩით რომ დღისით არ მოხდა. ასე რომ ეს ერთი არის, ასე ვთქვათ, ჰიდროლოგების და მეტეოროლოგების კუთხით და ვფიქრობ, რომ ისინი რამდენი მეტკუბი მოვიდა, რა ნალექი იყო, რამ გაატარა, როგორ აი ეს ინფორმაცია მათ აქვთ და შეუძლიათ მოგაწოდოს. არაფერი დაკვირვება იყო და თვითონ ვთქვათ, იგივე ჩვენი ლაბორატორიის დაცვის თანამშრომელი იყო, უნივერსიტეტის უსაფრთხოების დაცვის თანამშრომელი იყო, რომელმაც პირველმა გაიგო, რომ აი ეს წყალი მოდიოდა ხეების მტრევის ხმა და გააფრთხილა მოსახლეობა და სწორედ ამის გამოც შემცირდა. რაც საინტერესო იყო დაუშვათ რომ ჩახერგა მეწყერმა დაუშვათ აი ეს კალაპოტი იმას რამდენი დრო ჭირდება მე რომ ავსებულიყო და წამოსულიყო აი ეს მომენტი ნალექის მოცულობაზეა რა თქმა უნდა დამოკიდებული ხო ეს და աշխალის სიმაღლეზე არ ბევრამეზე არის და ეს შეფასებები მე არ მინდა უბრალოდ ვიცი რიცხვები თქვენს არაერთხელ გვისაუბრია დღესაც იყო საუბარი ამაზე მაგრამ ჯობს რომ ეს მონაცემები ვინც თვითონ შეფასება გააკეთა და დაკვირვება აწარმოა და აქვს 4 რიცხვშიდაც იყო იცით პატარა მცირე ზომის ანალოგიური ყველაფერი ეს დაკვირვების მონაცემები აქვს და მე მგონია საინტერესო იქნება თუ სპეციალისტები თვითონ აი ამას იტყვიან. რაც შეეხება მეორე საკითხს ვთქვათ რაც თქვენ ანიმაციები აჩვენეთ ერთი არის რა თქმა უნდა მოდელირება შესაძლებელი არის სხვადასხვასი თუმცა მოდელირებას გააჩნია ძალიან იმის მიხედვით შემავალ მონაცემებს როგორ შეიყვან ცდომი გარკვეული ცდომილება თუმცა ალბათ შესაბამისი სცენარების გათამაშება ჯერ კომპიუტერზე ალბათ იქნება შესაძლებელი. მსოფლიოში არსებობს გარკვეული გამოცდილება ჩვენ ასევე გვაქვს კავშირები უცხოელ კოლეგებთან თუ კი სურვილი იქნება შეგვიძლია მათ დაუკავშირდეთ და მათთან ერთად ვთქვათ ანალოგიური კვლევები ჩავატაროთ. ბატონ ხამრეთ, აი მე ნინო ჩკობაძე ვახსენე, ჩვენი მინისტრი იყო, ყოფილი მინისტრი, გარემოს დაცვის მინისტრი და როგორი აღიარება თქვა ისიც, ესე იგიო, ჩინოვნიკებსო გონიათო და მეცო სხვათა შორის ეთყობა მათ შორის, იმიტომ რომ თავისუფლად ჩინოვნიკი ვიყავიო, რომ აი მეცნიერების გარეშეო, ესე იგი მე შემიძლია რაღაცა სწორი გადაწყვეტილებაც მივიღოთ და თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ, აი ხელისუფლებასთან და მეცნიერებას შორის, აი როგორი არის ურთიერთობა? ბატონო, ჯერაც ერთი 60-იან წლებში საშინელი კატასტროფა მოხდა იტალიაში. მაინორტის ხალხსაცავი იყო. იქ გამოიწვია კლდის ჩავარდნა. მე გაერღვა და დაახლოებით 5 თუ 6 სოფელი სუნთრიანად. და მას შემდეგ დაიწყო ძალიან სერიოზული კვლევა მათემატიკური მეთოდებით, სწორედ მოდელირებით. ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას. 90-იან წლებში ახლა რომ ცოდნოთ ამ თემაზე იქნებოდა ფარგა მასალას ამოვიღებდი. დაღესტანში არის კაშხალი 3 დონის. კასკადია 3 დონის. და იქ იყო საშიშროება, რომ კლდე მოწყდებოდა, რაღაც დიდი ნათხე ჩავარდებოდა კაშხალში.
და გთხოვეს დაგვეთვალა. ესეთი მასა თუ ჩავარდა წყალში, რა მოხდება, რას გამოიწვევს? მოდელირება უნდა ჩვენმა დათვლებმა აჩვენა, რომ დაახლოებით 25 მეტრიანი თაღები წარმოიშვა ბატონ ხრამაზმა თქვა და აქ გარკვეული ცნობილება, მაგრამ უკვე საშიშროება იყო. მე დაისვა საკითხი რა გავაკეთოთ. ერთ-ერთი პროექტი იყო საერთაშორისო აგვეფეთქებია ეს კლდე. და ის პატარა მთლიანი მასაკი არჩევდნენ. მიკრო ესე თქვა აფეთქებებით ნელ-ნელა, ხო. და ესეც დავთვალეთ, აი სწორედ საბჭოთა კავშირი როობდა ეს პერიოდი იყო და აღმოჩნდა რომ გაცილებით დაბალი. თალღერა ის მაგათ თალღების სიმაღლე გაცილებით დაბალი. იქნებოდა. ეხლა მე რატომ მოვიყვანე ეს მაგათ და იქიდან მადლობის წერილები მოვიდა უნივერსიტეტში, თბილისის უნივერსიტეტი იყო ხერა ჩართული ამ საქმიანობაში. მე ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე რომ არსებობს საშუალება, არსებობს მეცნიერები და მათი აზრის გაუთავისუფლება არ იქნება. და თავარი ისა რომ ჩვენ გვყავს რა ადგილზე სპეციალისტები. მოგიყვებით მაგალითი, სადაც ესპანელები ცოცხლები არიან, მუშაობენ და ან თუ გინდათ ახლა სხვა პრობლემა, მაგრამ აი საცობების პრობლემა. დიახ. ეს თავისუფლების არის საცობების პრობლემა და მუშაობდება ათასნაირი იმიტაციური მოდელები თუ სხვადასხვა. მე ვიცნობ ხალხ ადამიანები, რომლებიც სერიოზულად მუშაობდნენ. ბატონ რამასაც კონდა შეხება რაღაც გარკვეულ ნაწილას ამას მოგზარს ხილხლაძე რომელსაც აქ საკმა მე ჯერ არ მოხსოვს ეხლა რაღაც კომისია შეიქმნა არ მოხსოვს რომ ვინმე დაინტერესებული იყოს ამ პრობლემად. ანუ შეიძლება არ იციან რომ ასეთი რამეები ხდება, მასინაბლის ინტერნეტის სავსეა. იმიტაციური მოდელებით, იმით ბაზრებენ გზის პროფილს. იმას განლაგებასა და იმის მერე ითვლიან როგორი იქნება გამტანიარობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა ეს შორს აგვიყვანს ეს თემა. ცხადია რომ სამწუხაროდ ის ინსტიტუტები რომლებიც ამას უნდა აკეთებდნენ სამწუხაროდ ისინი იქნება განადგურებული სხვა. ფაქტობრივად გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში არ დარჩა არაფერი. ნუ ჩვენ ფაქტობრივად თავიდანვე აღვნიშნეთ რომ არ იყო ეს თემა პირველი და აქტუალური ჩვენი გადაცემისთვის, მაგრამ კოლექტივებმა შეიტანა მოვლენებმა და არ გამოხმარებოდით შეუძლებელი იყო მით უფრო რომ არის კარგი იქნება თუ თქვენ გადაცემაში ბატონო რამაზმა თქვა მოიცოთ გიდროლოგებს მათემატიკოსებს ვინც მაგ საქმით. დიახ. რაღაცნაირად მაინც. ხო, ცოტა რა სერიოზული საუბარი რომ არა ემოციურ დონეზე. მომზადებლები ვართ მაგისათვის, ოდნავ გამახსენდას პრინციპით არის, მაგრამ მაშინ უფრო სერიოზულად შეიძლება ეს გაითვალისწინოს შემდეგ მთავრობამ და იმ ხალხმა, ვისაც ხელმწიფება პრობლემების გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, შემთხვევაში ხელს არ შეუშლის მათემატიკური მოდელირების და საერთოდ მოდელირების იმიტაციური თუ სხვა მოდელირების დასკვნები დაპროექტებასა და საქმის წარმოებას ხელს ნამდვილად არ შეუშლის. რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინებთ ამ თქვენს რჩევას სიამოვნებით და მართლაც საერთ გადაცემას დავუთმობთ აი ამ საკითხს. და ახლა ის საკითხი, რის გამოც ჩვენ ძირითადად შევიკრიბეთ და ბატონო ხაბლეთ ეტყობა ქვეცნობიერად გამოვიდა ის, რომ მე ვახსენე საპატრიარქოს უნივერსიტეტის მაგიერ თქვი ტელევიზია. და ეს თურმე არ ყოფილა შემთხვევითი და რატო? იმიტომ რომ დღეს საპატრიარქოს უნივერსიტეტში არის სატელევიზიო დაუშვათ კაბინეტი, სატელევიზიო სტუდია, სადაც ხდება ლექციების ჩაწერა, ფაქტიურად ტელევიზიის ფუნქციები აქვს და მე ხდება ამისი ესე ვთქვათ გავრცელება და ფაქტიურად ეს ყველაფერი ჯდება ელექტრონულ სწავლებასთან დაკავშირებით. ელექტრონული სწავლება იკიდებს ფეხს მთელს მსოფლიოში. დასავლეთი დაინტერესებულია რომ ამ ხრივ რაღაცა წარმატებებიც იყოს ჩვენს კავკასიის რეგიონში, კერძოდ საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანი და ამასთან დაკავშირებით მე მოხარული ვარ რომ საქართველოს მხრიდან ჩამულები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს საპატრიარქოს ისე ქართული უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის მე გამომავალის ტელევიზიის სახით გამოდის და ამ რამდენიმე ხნის წინ თქვენი უნივერსიტეტი იყო მასპინძელი აი ამ დიდი შეხვედრისა და აი ამ შეხვედრის ვიდეო კადრები ჩვენ მომზადებული გვაქვს და ძალიან გთხოვთ ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს გაუშვათ აი ეს გადაცემა აი ბატონი სერგო ვარდოსანიძე ქართული უნივერსიტეტის რექტორი რომელიც მიესალმება შეკრებილ სტუმრებს საპატიო სტუმრები აი ჩვენი მაყურებელი ყველა სათითაოდ
არ ჩამოვთვლი, მაგრამ თითოეულ ქვეყნიდან თუ ვინ არის ასევე მოწვეული უნივერსიტეტებია. ჩვენს მე გვექნება ამ შესახებ საშუალება დაწვრილებით ვისაუბროთ და ბატონ ჰამლეტს თქვენ ალბათ უკვე იცნობთ კონკრეტულად იმ სტუმრებს თვითონაც კი ისეთნაირად ავკრიფეთ ეს კადრები ჩვენ რომ თქვენაც ისინი წავდგნენ თავის თავს მაყურებლებს მაგრამ ძალიან ფართო გეოგრაფია გამოვიდა ბატონი წერეთელი ვანო ინფორმატიკისა და ზუსტი მეცნიერების და მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი ესწავნება any learning process is a lifelong process. ის კაბინეტში არის ხო ბატონი რექტორის კაბინეტში არის მიღება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი მასპინძლობს სტუმრებს უცხოეთის ქვეყნებიდან. კერძოდ ბელგიიდან ლუვენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, ფლორენციის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, ესპანეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და აგრეთვე ინგლისის ერთ-ერთი საუნივერსიტეტო სკოლის ხელმძღვანელს. დღევანდელი ეს კონფერენცია ფორუმი ეს არის გაგრძელება იმ პროექტისა, რომელიც გრანტის ფარგლებში მოიპოვა საქართველოს მასშტაბით საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა, ასევე აზერბაიჯანის და სომხეთის მხარის უმაღლეს სასწავლებლების წარმომადგენლებმა. მსჯელობის ძირითადი საკითხია ელექტრონული სწავლების დანერგვა და მისი მნიშვნელობა აი ამ კავკასიის ქვეყნებში და ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა დღევანდელი მსჯელობა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი უნივერსიტეტისათვის შეძენილი იქნება 50,000 ევროს ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც კიდევ უფრო გაამდიდრებს ჩვენს კომპიუტერულ კლასებს და დაეხმარება როგორც სტუდენტებს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებს, რომ უფრო ღრმად ჩაწვდნენ ამ ტექნოლოგიებს და გამოიყენონ იგი სასწავლო პროცესში. Erasmus+ ეროვნული ოფისის კოორდინატორი ლიკა კლომტი. დღეს ჩვენ ქართულ უნივერსიტეტში ვესწრებით ტემპუსის მიმდინარე პროექტის საინფორმაციო შეხვედრას. ეს არის ტემპუსის პირველი და იმედია არა უკანასკნელი პროექტი, რომელიც ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მონაწილეობით ხორციელდება. პროექტის მთავარი ამოცანა არის ელექტრონული დისტანციური სწავლების ხელშეწყობა. 21 საუკუნეში სწავლების ახალ მეთოდებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ქართული უნივერსიტეტები მსოფლიო ამ ტენდენციას არ ჩამორჩებიან. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური დახმარებით და ქართულ კოლეგებს ტექნიკურ დახმარებას უწევენ ბელგიელი, ესპანური და იტალიური უნივერსიტეტების წარმომადგენლები. Найра Айвазян, я директор Института физиологии имени Урбели Национальной академии наук Армении. Наш институт участвует в этом мультинациональном проекте Темпуса, который посвящен применению e-learning и дистанционного обучения для проблем обучения в течение всей жизни, так называемый lifelong learning. We are here today, group of colleagues from Spain, Belgium, Italy, Armenia, Georgia, in order to check the developments of the Armazek project, which is a project devoted to the implementation of e-learning tools, blended learning technologies in the Caucasus. I'm the representative of the University of Granada through the Virtual Learning Center and the Rector's Delegation for ICT. When we were proposed to participate in this project in order to collaborate with people from Armenia, Georgia, Belgium, and Italy, in order to transfer all the knowledge that we have acquired in the time for the creation
e-learning center. ამისთვის ძალისხმევას არ იშურებენ. თვითონაც ჩამოდიან, თქვენს მეგობარი მიწვეული იყავით იქ და ფინანსირებაც ხდება რა. Like Armenia and Georgia. My name is Ilse Obdebik. I work at the Leuven Institute for Media and Learning at the University of Leuven in Belgium. They're responsible for having the overview of all the European projects. კათოლიკური ეკლესია ეს უნივერსიტეტია თუ როგორ არის იქ? ესე ქვია უნივერსიტეტი. კათოლიკური ხო? აი ეს სემინარები ტარდებოდა ხო? ახალი აუდიტორია. ეს ახალი აუდიტორია. აი გეტყვით ამ აუდიტორიას. სანამ ახალი აუდიტორია, სადაც მოეწყობა სწორედ ეს დისტანციური სწავლების და ელექტრონული სწავლების ლაბორატორია. ეს უნგრელი არის, რომელიც ინგლისში მუშაობს ცენტრში. დიახ, აი ჩვენ ნახეთ ამ შეხვედრის შესახებ და თქვენ მასპინძელი იყავით და ძალიან გთხოვთ მონაწილე პროექტების მონაწილეების შესახებ მეკითხეთ. ეს არის უზარმაზარი პროექტი ევროკავშირის ტემპოსის ფარგლებში საერთო ღირებულება 1,200,000 აღწევს. თუმცა 1,300,000 ევრო რა თქმა უნდა. ევრო ცხადია. პროექტის კოორდინატორია ლიუვენის უნივერსიტეტი. ეს ლიუვენი პატარა საუნივერსიტეტო ქალაქია, ბრიუსელთან ახლო. უნივერსიტეტი დიდია. უნივერსიტეტში სწავლობს დაახლოებით 42,000 სტუდენტი და 5,000 დოქტორანტი. ეს პატარა ხო? პატარა უნივერსიტეტი. შემდეგი მონაწილე არის ფლორენციის უნივერსიტეტი. იტალია. იტალიის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია, მე მგონი მეორეა ასაკით, რომელიც დაარსდა 1921 წელს. მე-14 საუკუნეში და ფაქტურად ის ფორმა, ის სახე, რომელიც ახლა მიიღო 1923 წელს. უცხადად მოდიფიკაციას განიცდიდა. და მან სწავლობს 55,000-ზე მეტი სტუდენტი ამ უნივერსიტეტში. მესამე უნივერსიტეტი, რომელიც ევროპული პარტნიორია, გრანადის უნივერსიტეტი. ესპანეთი. ეს ცოტა ახალგაზრდა უნივერსიტეტია, მხოლოდ 1551 წელს არის დაარსებული. მაგრამ ფაქტურად არის ყველა უნივერსიტეტში 60,000-ზე მეტი სტუდენტი. სწავლობს ყოველ კიდე დამატებით კურსებს გადის 20,000 სტუდენტი. უზარმაზარი. ესეთი სტაბილიზება რომ დასავლეთში ყველა ახალგაზრდა სტუდენტია, რომელიღაც უნივერსიტეტში. სხვა ქალაქებში. და კიდევ იღებს ასეთი ევროპის დისტანციური და ელექტრონული სწავლების ქსელი, დიდი ბრიტანეთია, რომელიც არის ეს არაკომერციული ორგანიზაცია და მისი წევრია 200-ზე მეტი ორგანიზაცია ძირითადად უნივერსიტეტები, რომელიც დიდ მუშაობას ეწევა, რომ დაინერგოს ეს დისტანციური სწავლება და ელექტრონული სწავლება უნივერსიტეტებში. ახლა აქ საინტერესო რა არის, სომხეთთან მოაწყობს 5 ორგანიზაცია. აქ ერთ რამეს მინდა გაუსვა ხაზი. ეს არის სომხეთის საინჟინრო უნივერსიტეტი და სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. მაგრამ მონაწილეობას იღებენ აკადემიის ინსტიტუტები. ეს არის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი და ინფორმატიკისა და მართვის პრობლემების ინსტიტუტი. საქმე იმაშია, რომ სომხეთში ჩვენ განსხვავებით ინსტიტუტებს აქვს უფლება აწარმოებს მაღალი საფეხურის სწავლებებს ეხება მაგისტრატურას და მე ასპირანტურა აქვს ასპირანტურას. ეს ამდენად ისინი ჩართული არიან სასწავლო ინსტიტუტი ფაქტობრივად უნივერსიტეტი გახდა ფაქტიურად. ფაქტობრივად ინსტიტუტია, მაგრამ მას აქვს უფლება. თუ აკრედიტაციას მიიღებს, აქვს უფლება მიიღოს დოქტორანტი, მაგისტრანტები და ასპირანტები. და ამდენად არის გამოწვეული მათი ჩართულობა ჩვენს პროექტში. ისინი დაინტერესებული მიუხედავად იმისა, რომ კოლექტივი ინსტიტუტები არიან და ძირითადი საქმიანობა სამეცნიერო მუშაობა, პარალელურად ეწევიან საგანმანათლებლო მუშაობას. ეს ცოტათი განსხვავებულია ჩვენი სტრუქტურისაგან. აზერბაიჯანიდან იყოს აზერბაიჯანიდან არ იყო, აზერბაიჯანი არ იღებს მონაწილეობას და ჩვენი სამი უნივერსიტეტი აი ეს არის სულ. ვინც იღებს, ესე იგი ევროპიდან 4 და მე-5 ორგანიზაცია, 5 სომხეთიდან და 3 საქართველოსიდან. აი ეს ქმნის კონსორციუმს თუ რაზეა დავარქვათ იმას. ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს ამ პროექტს. პროექტის ფარგლებში ბევრი რამეა გათვალისწინებულია საპილოტო პროგრამების შედგენა, საპილოტების ლექციათა კურსების ჩაწერა, 2 ან 3 ლექცია უნდა ჩავწეროთ, ჩვენ და სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაწყვეტილება ერთი საერთო კურსის ჩაწერა. და საინტერესოა ჩვენთან არის ქართოლოგიის ცენტრი. ბატონი პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე ხელმძღვანელობს. და მისი ინიციატივით ამ პროექტის ფარგლებში შედგება დისტანციური სწავლების კურსი ქართული ენის. ეს ჩვენს უნივერსიტეტის დიდი კავშირია გერანის
თურქეთის ქართულ დიასპორასთან და მათ გამოთქვეს ძალიან დიდი სურვილი რომ იყოს ასეთი კურსი რომ ბავშვებმა და არა მარტო ბავშვებმა შეძლონ ქართული ენის შესწავლა და ბატონი ტარიელი ძალიან ენთუზიაზმით შეხვდა ამ საქმეს და მოხდება ამ კურსის გატარება. შემდეგ შეიქმნება საკმაოდ დიდი ფულია გამოყოფილი რომ შეიქმნას ლაბორატორია ყველა უნივერსიტეტში დაახლოებით 53,000 ევრომდეა გამოყოფილი. ყველა უნივერსიტეტისთვის? თითქმის ერთნაირად არის ჩვენთან სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯავახიშვილის და ტექნიკურ უნივერსიტეტში 3 უმძლავრესი ლაბორატორია შეიქმნება საქართველოში. ეს საკუთრება ხელს შეუწყობს ელექტრონულ სწავლებას, ერთ-ერთი ძირითადი მიზანია უწყვეტი სწავლება მოსახლეობისა და სპეციალისტების და დისტანციური სწავლება. ეს ძალიან დიდი პროექტია და ძალიან დიდი საქმე გაკეთდება ამით. ეს ალბათ ის უნდა შეიძინოს ხელსაწყოები ბელგიის უნივერსიტეტმა და შემდეგ გადმოგვიგზავნოთ სადაც ალბათ წლის ბოლომდე უკვე მოხერხდება. და თქვენ რომ დაინახეთ ის ორი ქართულმა უნივერსიტეტმა ორი აუდიტორია გააკეთა. სპეციალურად სადაც იქნება დისტანციური სწავლების ეს. ფაქტობრივად ააშენა ორი აუდიტორია. ესე იგი ეს რა ფუნქცია ექნება თვითონ ლაბორატორიას? თუ დისტანციურია, ესე იგი ფაქტობრივად ჩაწერა ლაბორატორია უნდა მოხდეს ჩაწერა, დამუშავება, დიდი სამუშაოა, სანამ ის ღირებულებას მიიღებს. ისე სასაკონგო ღირებულებას მიიღებს ტელევიზიით და ინტერნეტით გამომანამდე არის უზარმაზარი სამუშაო. მრავალი სხვადასხვა სპეციალისტის. და ბატონამას მაშინ თხოვოთ ბატონამას ვითხას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერესი რამხელა არის ამ მიმართულებით კონკრეტულად უკვე თქვენ რა გააკეთეთ და რატო არის აქტუალური საერთოდ აი ამ ელექტრონულ სწავლებაზე რატო არის ესეთი საუბარი და რა საერთო კურსი უნდა იყოს თქვენს უნივერსიტეტებს შორის და სხვა უნივერსიტეტები თუ შეიძლება ჩაერთო როგორ იქნება? ბატონო ნუგზერაი აქ წამოვიღე როლი ქართული უნივერსიტეტის ყველაზე აქ თავისი როლი განსაზღვრა და აქ წერია უნივერსიტეტი კოორდინაციას გაუწევს პედაგოგთა მომზადებას ელექტრონული სწავლებაში მომზადებს პერსონალს რეგიონალური მასშტაბით. ისე გარამარტო ჩვენ გვევალება ბუნებრივია ამასაც აქვს ელექტრონული უწყვეტი სწავლების რეგიონალური ცენტრების შექმნა ამასთან მხარდამჭერის ჯგუფების შექმნაში რეგიონის იმ უნივერსიტეტებში, სადაც ელექტრონული სწავლების ტექნოლოგიები ჯერ კიდევ არ არის შემოღებული. ესე იგი ჩვენ მაგ პროექტით გვევალება ჩვენ 3 უნივერსიტეტს, სადაც არ არის ელექტრონული სწავლება შემოღებული, გავუწევთ კოორდინაცია და დავეხმაროთ. ფინანსირებას მოყვება თუ ეს როგორ იქნება? ხურობის სახით, ბატონო სკოტ. მოგახსენებთ უნივერსიტეტის ინტერესის შესახებ ელექტრონული სწავლება და დისტანციური სწავლება საკმაოდ მრავალმხრივი და მრავალფუნქციური არის. ჩვენ ალბათ ვერ შევძლებთ რომ ყველა ასპექტ შევეხოთ. აქედან გამომდინარე ბუნებრივი არის თითოეულ უნივერსიტეტმა უნდა აირჩიოს გარკვეული მიმართულება და იმ მიმართულებაზე გააკეთოს კონცენტრაცია. თვითონ ჩვენთან უნივერსიტეტში ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ელექტრონული სწავლების დანერგვა დაიწყო 2007 წლიდან. მაშინ პირველი ინიციატივა იყო ბატონი ზაურ მაჩაიძის, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის სამწუხაროდ, იმიტომ რომ ის ელექტრონული სწავლების სისტემა არსებობს Moodle, რომელიც ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული არის უფასოდ, უფასო არის. უმეტესობა უნივერსიტეტების მაგას იყენებს. და რომლის გაქართულებაშიც მან თავის დროზე მიიღო მონაწილეობა და ზუსტად ეს იყო ინიციატივა, რომ ჩვენ დავიწყეთ ამ სისტემის გამოყენება. ეს სისტემა შესაძლებელი არის სხვადასხვანაირად იქნას გამოყენებული. ერთი ეს არის, თქვათ, გამოვიყენოთ სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტებთან კომუნიკაციისათვის. ერთი შესაძლებელია გამოვიყენოთ, როგორც ვთქვათ, ელექტრონული ბიბლიოთეკა, როდესაც პროფესორი დადებს აი ინფორმაციას, რაც მას გააჩნია, ხომ? მე მაგალითად პირადად ძალიან კარგად ვიყენებ აი ამ Moodle-ს, ფაქტობრივად დავალება არის, ლექციათა კურსია თუ ასე შემდეგ, ყველაფერს აი ამ სისტემაზე ვდებ და ძალიან კარგია კომუნიკაციისათვის, როდესაც დიდი რაოდენობა სტუდენტები არის.
თუმცა რასაც ჩვენ ვიყენებთ, არა, აი იმ გამოყენებიდან და იმასთან, რაც რეალურად შეიძლება გაკეთდეს, გაცილებით მეტი შესაძლებლობები არის, ხო? ძალიან დიდი სხვაობა. პირველ რიგში მოდი ვთქვათ, რომ აი ეს ლაბორატორია, რაც ბატონმა ჰამლეტმა ისაუბრა, როცა 53,000 евро არის მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე გამოყოფილი. იძლევა უნიკალურ საშუალებას, რომ ლექციები იქნეს ჩაწერილი, ცოდნის კლიპები იყოს ჩაწერილი, არა მარტო ვთქვათ, ტექსტურ ფორმატში მივაწოდოთ ინფორმაცია სტუდენტებს, ხო? არამედ ასევე ვიზუალური მასალაც იქნეს. ვიზუალური აუდიო ერთად. ვიზუალური აუდიო ერთად. მაგალითად, ერთ-ერთი რაც ჩვენ ვნახეთ სისტემა და ჯერ არ ვიცით რა იქნება შეძენილი, იმიტომ რომ იქაც ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რომ ყველა უნივერსიტეტისათვის მათ შეიძინონ. არის მოძრავი ჩამწერი მოწყობილობა, როდესაც ვთქვათ, პროფესორი ატარებს ლექციას, ცალკე მიდის PowerPoint-ის პრეზენტაცია, ცალკე მიდის ვთქვათ ხმა, ხომ და აი ეს სისტემა იწერს და რამდენიმე საათ ამშავებს ავტომატურად შემდეგ, ატვირთავს ვებგვერდზე და პროფესორს შემდეგ შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს გამოაქვეყნოს თუ არა აი ეს ვებგვერდზე. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ პროექტის ფარგლებში ჩადებული არის გარკვეული სტანდარტების, ელექტრონული სწავლების სტანდარტების შემოღება ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით. ალბათ ჩვენ შევიმუშავებთ ერთობლივად გარკვეულ დოკუმენტებს, იმიტომ რომ ზოგიერთი მაგალითად ფიქრობს, რომ ერთ ფაილს ატვირთავს ინტერნეტში და რომ ეს არის ელექტრონული სწავლება. ეს არ არის ელექტრონული სწავლების ძალიან არის, მაგრამ ძალიან მარტივი და პრიმიტიული ფორმა არის, იმიტომ რომ გაცილებით მეტი შესაძლებლობები არის, ვთქვათ, იგივე ფორმები, განხილვები, დავალებების შემოწმება, ავტომატურად, ხო, მიცემა და შემოწმება. ცოდნის კლიპების მომზადება ერთი ლექცია და თავიდან ბოლომდე 45 წუთი, არამედ ამოვარჩიე პატარა საკითხი და 5-დან 7 წუთამდე, ვთქვათ, სტუდენტს მიაწოდე ინფორმაცია კონცენტრირებულად ერთი საკითხის შესახებ, ხო? თანამდევი რაც ამ ასევე ღონისძიებები, რაც დაგეგმილია პროექტის ფარგლებში, ეს არის სპეციალისტების მომზადებას, იმიტომ რომ ყველაფერი ეს რომ გააკეთო, არა, საჭირო არის იცოდე რა გააკეთო, როგორ გააკეთო და როგორ მიაწოდო შემდეგ აი ეს მომხმარებელი. ჩვენი ძირითადი მომხმარებელი ამ შემთხვევაში არის სტუდენტი და ჩადებული არის ასევე ამ პროექტის ფარგლებში, რომ მოხდება ტრენინგები აი ამ სპეციალისტების და გარდა ამ ტრენინგებისა ჩადებული არის საპილოტე კურსები, რომლებსაც და ამ საპილოტე კურსების ფარგლებში ასევე მოხდება სპეციალისტების მომზადება, თან გააკეთებენ კონკრეტულ კურსებს და თან შეისწავლიან ამას. რაც შეეხება თუნებას მომცემთ, შეიძლება საპილოტე კურსების შესახებ რაც. ბატონო, ეს მაინტერესებს. რა ახალი შემოიტანა? თქვენ გქონია დანერგილი 2007 წლიდან, ხო, ეს ელექტრონული სწავლების რაღაც სახეები. ეხლა ახალი თანამშრომლობის, ხო, ახალი თანამშრომლობის პერიოდში რა სიახლე იქნება ელექტრონული სწავლების მიმართ და რა მოგცემთ ეს და უნივერსიტეტებს? ესე მუდლი ვიცით, ესეც მუდლი ვიცით. მაგრამ მუდლის შესაძლებლობებიც არ აგვაქვს ბოლომდე გამოყენებული კარგად. ანუ ზოგი კარგად იყენებს, ზოგი ძალიან სუსტად იყენებს ამას, მაგრამ ჩვენ რომ შევადაროთ აი ამ საერთო სტანდარტს, თუ როგორ არის გაფორმებული კურსი, როგორ არის წარმოდგენილი, ყველა შესაძლებლობას იყენებს თუ არა, ამ დონეზე არ არის. აი ამ პროექტის დასრულების შემდეგ არა ჩვენ გვეყოლება სპეციალისტთა გარკვეული კატეგორია, რომელიც მუდლის ფაქტობრივად თითქმის ყველა შესაძლებლობის გამოყენების საშუალება ექნება. ეს ერთი. მეორე მომენტი, დღეს ჩვენ არ აგვაქვს ის ინფრასტრუქტურა, ეს ლაბორატორია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ პროფესორს შეუძლია მივიდეს, ხო? სპეციალურად გამოყოფილ ლაბორატორიაში ჩაწეროს ლექცია, ან და გქონდეს გადასატანი მოწყობილობა, როდესაც არ დაგჭირდება, ვთქვათ, 10-კაციანი ჯგუფი იმისათვის, რომ ჩაწერო აი ეს ყველაფერი, უბრალოდ დადგმული არის ეს მობილური აპარატი არის, წაიღებ, დადგამ, უბრალოდ ერთადერთი რაც მას ჭირდება ელექტროენერგია და ჭირდება რომ ინტერნეტი არსებობდეს აიქ.
დანარჩენ საქმეს არა, ორი ღილაკი აქვს, ჩართე და გამორთე, მეტი არაფერი. დანარჩენ საქმეს აკეთებს ავტომატურად, ხო? და პროფესორს უკვე შემდეგ შეუძლია გადაწყვიტოს დაამუშავოს ის თუ არ დაამუშავოს. გამოაქვეყნოს თუ არ გამოაქვეყნოს, ან რა სახით გამოაქვეყნოს. გარდა ამისა, ყველა არ იყენებს აი ამ შესაძლებლობებს. ჩვენ გარკვეული სტატისტიკა დავაგროვეთ, ვინ იყენებს და როგორ იყენებს, ხო, ამ ელექტრონულ სწავლებას. გარკვეული ნაწილი იყენებს ისეთ შეზღუდულად. გაგრძელებაში პროფესორების ნაწილი? პროფესორების ნაწილი. სავალდებულო არ არის, არა, ელექტრონული სწავლების. არა, რა თქმა უნდა, არსებობს აკადემიური თავისუფლება, პროფესორი თავისუფალი არის, თავისი სასწავლო კურსი ასწავლოს ისე იმ სტანდარტების ფარგლებში, სწავლის შედეგების ფარგლებში, როგორც ის თulis საჭირო. და სტუდენტები როგორ თვლიან? მათი მოთხოვნა როგორია? ძალიან დიდი არის სტუდენტების მხრიდან, მინდა გითხრათ მოთხოვნა. წარმოიდგინეთ, რომ ელექტრონული სწავლების თვალსაზრისით წარმოიდგინეთ, რომ სტუდენტების გაუცდა ლექცია სხვადასხვა მიზეზის გამო. შეიძლება იყოს ავადმყოფობა, შეიძლება იყოს თქვათ ოჯახური პირობები, შეიძლება იყოს ის რომ მუშაობს. ან უბრალოდ გააცნი. მუშაობს. თუ თავისუფლება არის აკადემიური სწავლებისა, ალბათ თავისუფლებაც არის დასწრების, ხო? ფაქტობრივად ჩვენს უნივერსიტეტში მოშუქი ესია. დიახ. და რომ იყოს ჩაწერილი, არაერთხელ ვთქვამთ მას და ატვირთულია ეს ლექციები, არა, შეიძლება მე ვერ მოვახერხე მოსვლა, ვნახავდი, მოვისმენდი, ავითვისებდი აი მასალას, ანუ ფაქტობრივად არა, ეს ძალიან დიდ პრობლემას წვეთს ასევე ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, იმიტომ რომ სტანდარტულ შემთხვევაში თუ კი ლექციაზე არ მოვიდა სტუდენტი, სხვა საშუალება არ არის რომ ინფორმაცია მიაწოდო. თუ კი ეს ყველაფერი ჩაწერილია, გამზადებული არის, ხომ? მაშინ რა თქმა უნდა სტუდენტს ამის საშუალება აქვს. მაშინ, როდესაც ვთქვათ ცხრილი არის, არამედ მაშინ, როცა მას სურს, თუ კი აქვს ინტერნეტთან წვდომა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის, რაზედაც მინდა მოგახსენოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი არსებობს ესეთნა flipped class, ესეთნაირად უძახიან, როდესაც დიდი ნაწილი ლექციებისა უკვე დევს ინტერნეტში, სტუდენტი ვიდრე ლექციაზე მოვა მოусმენს და შემდეგ არა, როდესაც მოდის უნივერსიტეტში, ტრადიციულად იგივე ლექცია კი არ ეკითხება, არამედ იმ ცოდნის გამყარებაზე, პრაქტიკულ სამუშაოებზე, ჯგუფურ მუშაობაზე. სხვა ტიპის ლექცია არის საჭირო უკვე. უკვე სხვა ტიპის ლექცია, უფრო შემოქმედებითად უდგებიან საკითხს და რასაც blended learning-ს უძახიან და ვფიქრობ, რომ მომავალი ამისი არის, აქეთკენ მიისწრაფვიან ეს უნივერსიტეტები. კიდევ ერთ დადებით მომენტს გეტყვით. ძალიან დისტანციურ კონტექსტში და ინტერნაციონალიზაციის კონტექსტში. ძალიან მოდური არის ზოგიერთ უნივერსიტეტში, მე უცხოურ უნივერსიტეტში ვგულისხმობ, რომ თავის უცხოელ კოლეგასთან ერთად შეთანხმდეს, განაწილონ ეს და ერთობლივად ჩაატარონ ლექციები. ანუ მეტი უკეთესი რა უნდა იყოს, რომ სტუდენტი ზის ვთქვათ საქართველოში, ერთ უნივერსიტეტში, ქართველი პროფესორი კი მეორე ჯგუფი ან მესამე ან მე რამდენიმე ზის სხვაგან რომელიღაც უცხოურ უნივერსიტეტში, ან თუნდაც შეიძლება საქართველოში იყოს, განაწილებული აქვთ აი აქ ლექციები, ხან ერთი პროფესორი კითხულობს, ხან მეორე, ხან მესამე, სხვადასხვა ადგილიდან. ფაქტობრივად ეს არის ინტერნაციონალიზაციის ძალიან კარგი შესაძლებლობა და ბევრი პროფესორი, ასე ვთქვათ, დაინტერესებული არის, მაგალითად ესპანელებზე ვსაუბრობდით ჩვენ, ხო? ესპანეთის უნივერსიტეტში, გრანადის უნივერსიტეტში ესეთნაირი ინტერნაციონალიზაციის პროექტები ძალიან მოდური არის, როგორც ჩვენმა კოლეგმა გამგვითხრა, ვირტუალური მობილობა და ესეთნაირად უწოდებენ. ბატონო, ახლა გისმენთ თქვენ და რატომღაც გამახსენდა ბატონი ელიზბარ ტიტლანაძე. მოკლედ, გახსოვთ ტელევიზიით რომ მათემატიკის კურსებს კითხულობდა. აი რომ დაждდებოდი, ვერ მოწყვიტავდი თვალს. ერთი როგორი დიქციით, მე როგორ რა თქოს ვახულგონიულად ყველბოდა ამას და ფაქტობრივად ის რაც აი თავის დროზე, აი ესეთმა დიდმა პიროვნებებმა აი კურსი გააკეთეს, ხო სატელევიზიო კურსები, არა? ფაქტობრივად ესეთი რაღაცა უნდა მოხდეს. ეხლა უნდა შეიქმნას ბიბლიოთეკა უნივერსიტეტებში, ხო? მე ხლა მაინტერესებს აი ეგეთი კომერციული მომენტი, იმიტომ რომ ბუნებრივია რომ უნივერსიტეტები ეხლა
დაინტერესებული არიან, ყავდნენ სტუდენტები და თქვენ აღნიშნეთ, რომ არა ყველა პროფესორს ვალდებულება, რომ ეს კურსი გააკეთოს. ხო, ასეა, ხო? მაგრამ თქვენ წარმოვიდგინეთ ახლა ადმინისტრაციის წარმომადგენელი ბრძანდებით, არა? სტუდენტს უნდა ეს კურსები ქონდეს. ის იკითხავს, აი ამ უნივერსიტეტში ასწავლიან ელექტრონული სწავლების ფორმით? აი ამ უნივერსიტეტში ასწავლიან. მაშინ მოდი მე აქ ჩავწერ და აქ დავწერ ფაქტურად განაცხადს და თქვენ ფაქტურად კარგავთ კონტინგენტს, ხო ესეა? ამ მხრივ თუ კი თქვენ ბერკეტები არ აგაქვთ, რომ აი ფაქტურად მობილიზაცია გაუკეთოთ პროფესორ მასწავლებლებს, თქვენს აკადემიურ პერსონალს და თქვენ შეგიძლიათ დაკარგოთ შემოსავალი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ახალგაზრდობად სახლები და ამ მხრივ ეს პრობლემა თუ არის, როგორ უდგებით ამას? ნუ ხა ისეთი სტაბილიზებას ვარდისფერებით ელექტრონული საათის ყველა პრობლემას გადაწყვეტს ეგრე არა. ეს ერთი კურსი უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ შენ ელექტრონული მე შემდეგი ნაბიჯი გადადგა ელექტრონული. ძალიან ბევრი მოსამზადებელი ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაო ჭირდება. არა, აქ ჩვენ ლაპარაკი ვაქვთ და უშუალოდ მუდლის სისტემასაც არა ყველა იყენებს პროფესორი, ხო ესეა და აი ეს მომენტი მაინტერესებს, უბრალოდ რა ხო მე სტუდენტი რო ვიყო და ვფიქრობდი ამ უნივერსიტეტში შეიძლება მე ელექტრონული ერთი და გააჩნია კურსი. არის კურსისაც მეტად გამოიყენა, არის კურსისაც ნაკლებად გამოიყენა. რა თქმა უნდა, სპეციფიკის გათვალისწინება. და მათ კიდე ერთი და არის კიდე ძალიან სერიოზული პრობლემა, ევროპაშიც პრობლემაა და ჩვენთანაც. ეს არის საავტორო უფლება. საავტორო უფლება. საავტორო უფლება. ჯერ არ არის კანონმდებლობის დონეზე არ არსებობს. მე რო ლექციათა კურსს ავიკითხავ. არ არის დაინტერესებული, რომ ჩემი ლექციათა კურსი რაღაცა გამოიყენოს. ევროპაში წერდა, ამიტომ ძალიან ბევრი თავს იკავებს, სანამ ეს კანონი საავტორო უფლების შესახებ არ იქნება. ამიტომ ძალიან ბევრი პრობლემები ახლავს თავს. ეხლა თქვენი ცით რომ მე ერთ ლექცია ჩავწერე მოდელირებაზე. შენი ლექცია სხვათა შორის? მაგრამ იმ ის რო ისე რაღაც 1 საათი გრძელდება, ეს დაიწყო სისხლის ფასი და ახლობით 2 კვირა ვაკეთებდით. იმიტომ ის აპარატურა არ ყავდა. დიახ. ახლა ეს აპარატურა რომ ყოფილიყო, გაცილებით მაღალ დონეზე იქნებოდა გარდა. ჯერ ერთი, აი როცა მე მოდელირებაში რაღაც ესავალს უკითხავ და გალილეიმ რო ჩაატარა ცტაფიზის კოშკზე, იმას მე შემიძლია ვაჩვენო ანიმაცია. დიახ. და ვაჩვენო გალილეიმ. ეს გაცილებით მეტი გავზომოთ იქ რომელიც რა სიმაღლეზე რა სიჩქარე ქონდა რომ გაცილებით უფრო ეფექტია და გაცილებით უკეთესად გაიგებს სტუდენტი ამას ვიდრე თქვა ისა რომ ლაპარაკები ავიდა გალილეი ჩამოვაგდო ყველა ხო უშრალი სიტყვებით ხო ეს ასაგებია და მაგრამ ამას დირექტორს სწავლებას კიდე თავის პრობლემებიც მოყვა დიახ ამას ძალიან სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი სწორედ ამაზე არის თეთრი თათბირები ძალიან სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი და სწორედ როცა ვამბობდი საერთო კურსი ჩვენ ვიფიქრეთ რომ გავაკეთოთ დისტანციური სწავლების კურსი რომელიც სულ შეასწავლის თვითონ მოდელის სისტემის გამოყენებას. უი რა კარგია, პოტენციალი ჩვენი რომ ნებისმიერ შეეძლოს გაიზრდებოდა ისწავლოს ასე ერთი პირველი კურსი დავიწყოთ მაგით ეთქო ბატონ რამაზო და მაინც დავიწყოთ მაგით რომ მოდელის ვასწავლოთ გასაგებია და მაინც ბატონ რამაზ აი კონკურენცია უნივერსიტეტებს შორის მე მაგალითად ჩემს თანამშრომლებს ვეთქვი რომ მოდით რა ელექტრონული სწავლების კურსები მოამზადეთ და ჩვენმა სტუდენტებმა გქონდეს აი თქვენ მაგალითად მეორე უნივერსიტეტში ეს არ გექნებათ სად უფრო წამოვა სტუდენტი ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს, როცა ელექტრონული სწავლება გახდება პოპულარული, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტი არა. რაც შეეხება თვითონ პროფესორთა რაოდენობას, მინდა გითხრათ, რომ ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ყოველ შემთხვევაში ჩვენ საკმაოზე მეტი გვყავს ენთუზიასტი პროფესორები, რომლებიც ამას იყენებენ. ეხლა მინდა მოგახსენოთ ზუსტად აი ამ პროექტების, რა პროექტების, საპილოტო პროექტების განხორციელებას ვაპირებთ ამ პროექტის ფარგლებში და ეს ერთი საკითხი, მეორე თქვენ წინა შეკითხვა იყო, ჭირდება თუ არა მხარდაჭერა თვითონ ელექტრონულ სწავლებას უნივერსიტეტის პოლიტიკის დონეზე. მე მომიგვიძეთ ამ მეორე საკითხით დავიწყო. რა თქმა უნდა, ჭირდება მხარდაჭერა და თუ კი ეს უნივერსიტეტის პოლიტიკის დონეზე იქნება მხარდაჭერილი, მაშინ ამ ენთუზიასტ პროფესორთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და თანაც გაიზრდება. თუ უნივერსიტეტის მხარდაჭერა არ იქნება, აქ ეს პროექტი ფაქტობრივად ჩავარდება. რა თქმა უნდა. ეს ერთეულები რაღაცას გააკეთეთ, 80 წლებშიც ქონდა ჩვენ რაღაც მაგის მსგავსი ლაბორატორია, მაგრამ აქ უნდა იყოს არა მარტო უნივერსიტეტი, სახელმწიფო განათლების სისტემაში შევიდეს. მაგალითად მე ვიცი რომ რუსეთში განიხილა დუმა აქვს ხო მე მგონია.
პარლამენტის პარლამენტი ხო 20-იან დაავალა ყველა უნივერსიტეტს რომ 20 წლამდე. დიახ. აკრედიტაციაში და სასწავლო პროგრამაში ჩვენს სილაბუსებს ვეძახი, გათვალისწინებული იყოს ელექტრონული სწავლების ელემენტები მაინც. უკვე დადგენილების დონეზე ავალებენ უკვე. მე ანალოგიურ შემთხვევას მოგიყვებით ახლა საქართველოს სოხუმის უნივერსიტეტთან დაკავშირებით. ჩვენს მიმართულებით, აი ინფორმატიკის მიმართულებით, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი ნანა გულუა, იხვეწებოდა. მოდით რომ ჩვენ საკონკურსო პროგრამაშია, სადაც მოთხოვნაშია, როდესაც აკადემიური პერსონალის მიღება ხდება, რა, ჩავწეროთ იქ რომ მან მოიტანოსო ერთი კურსი მომზადებული ელექტრონული ვერსიები, აი Moodle-ისთვის ფაქტიურად. რომ აი ეგეთი მომენტი ყოფილიყო და ძალიან აი ამას დავამთავრებ და თქვენ ბრძანეთ რომ 2007 წლიდან დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი იყო სოხუმის ფილიალი და მაშინ ერთად ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერებად ფაკულტეტზე დასაგებია, მაგრამ ეს უნივერსიტეტში მაშინ ერთად ვიყავით და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 2007 წელს სოხუმის უნივერსიტეტი უკვე ცალკე გამოიყო, ცალკე რაკონს უნივერსიტეტი იქნა და ცოტა ხანი რო გაჩერებულიყო თსუ-ს წიაღში. ფაქტიურად შეიძლება რაღაც აი ელექტრონული სწავლების სიკეთე ჩვენს უნივერსიტეტშიც ყოფილიყო, მაგრამ მე მგონი ახლა ძალიან აქტუალურად ლობირებს აი ამ საკითხს ქალბატონი ნანა გულუა და მე დარწმუნებული ვარ რომ მართლაც ჩვენს უნივერსიტეტში იქნება ელექტრონული სწავლების ფორმები შემოღებული და ბატონო ხამლეთ თქვენი ესე ვთქვათ მოგაკითხავთ ხო? ახლა არის თქვენ კი მოგმასწრებით რა ქვია მოითხოვეთ ელექტრონული მაგრამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის. ახლა ელექტრონული კურსის გაკეთება სჭირდება ძალიან დიდი ენერგია და ძალიან დიდი. ჩვენი სტუდენტების ძალით სხვათა შორის პირველი შეხვედრა თვითონ სტუდენტებმა მოითხოვეს რა არის ასე მე როცა მჭირდება მაშინ მინდა შევიდეო ნახო მონაცემები რა ნიშნები მყავს როგორი საშუალება რაღაცა წერილი გავაგზავნო და ელექტრონული ეგ დღეს სტუდენტებმა რაკოს მოითხოვეს რომ გავაკეთოთ და ეს ხელმძღვანელობით ეს გაკეთდა. უნივერსიტეტში და ჩვენთანაც არის ეგ აქ ლაბორატორია მაღალი რანგის მაღალი დონის ლექციები არა იგივე Moodle-ის სისტემაც კეთდება ამ პარალელურად მიბმული ელექტრონული დოკუმენტაციის ელექტრონული ბრუნვა იქნება და ამავე დროს ელექტრონული სწავლება Moodle-თან მიბმული და ეს ერთ სწავლება გაცილებით ხარა გაცილებით რთული პრობლემაა სწავლება და ლექციებს ეს გაკეთებულება უნივერსიტეტში. არა მე ატომი დავთქვა რომ ჩვენმა უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავად დააყენეს ეგ საკითხი, იმიტომ რომ ეს აქტუალურია, იმიტომ რომ აი სტუდენტი დღეს უკვე ხედავს სად ჯობია სწავლას და სად წავიდი. ამიტომ არის პრობლემა თუ უნივერსიტეტის პოლიტიკა დააიგვიანა ამ მიმართულებით, არა, ის დაკარგავს კონტინენტს სტუდენტების სახით, იმიტომ რომ კონკურენტი უნივერსიტეტი რა თქმა უნდა ამას მოგიდებს ხოლმე და ამას გააკეთებს. შეიძლება თვითონ თავისი ესე ვთქვათ ფინანსური ზარალის ხარჯზე, ან დაუშვათ იქ საავტორო უფლებების მომენტია, მაგრამ იტყვის რა, აი ჩვენ უნდა წავიდეთ აი ამ მიმართულებით. ხომ ის დასავლეთი ამ მიმართულებით. კი, მაგრამ ბატონო დოქტორ, მეორე მომხდარზე მე ვთქვა აქ სოხუმის უნივერსიტეტს კარგი ლექცია. მე რატო სოხუმის ნებისმიერ უნივერსიტეტში შემიძლია ვისარგებლო თქვენი ლექცია. ეგ ხარ უკვე შესulis ესე პოლიტიკა რეგულაცია იქნება უნივერსიტეტის პოლიტიკა განსაზღვრავს გახსნას თუ არ გახსნას ეს. ბევრი ლექციები გახსნილია ფაქტიურად გახსნილია. რაც შეეხება მხარდაჭერას, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ასევე გვქონდა იმავე ფარგლებში უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, ბატონ იოსებ სალუკვაძესთან შეხვედრა, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. მან აგვითქვა მხარდაჭერა და ელოდება პროექტის მონაწილეებიდან რეკომენდაციებს თუ როგორ შევუწყოთ ხელი ელექტრონულ სწავლებას. იქ დგას საკითხი ერთი ის, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ გათვალისწინებული იყოს კონკურსების დროს პერსონალის CV-ში და როგორც ჩვენმა ესპანელმა კოლეგამ თქვა, ამან ძალიან კეთილმყოფელი გავლენა მოახდინა ესპანეთში, როდესაც სამინისტრომა ეს CV-ში გაითვალისწინა. მეორე არის ის, რომ ელექტრონული კურსების მომზადება ასევე მიმდინარე სამუშაოებში, სამუშაო დროში ჩაეთვალოს, ან სერვისში ჩაეთვალოს პროფესორს, იმიტომ რომ ყველაფერი სჭირდება დრო და ახალი მოდელის უნივერსიტეტი ასევე იმუშავებს გარკვეულ პოლიტიკის გარკვეულ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს აკადემიურ პერსონალის დატვირთვას და მოვალეობებს და შეიძლება ეს იქ ჩაჯდეს. მესამე მომენტი და მნიშვნელოვანი ეს არის, რომ ჩვენ ხარჯავთ გარკვეულ თანხას წიგნების შესაძენას, თარგმნაზე, რა თქმა უნდა, ეს კარგი არის, ასევე შესაძლებელი არის, რომ
ფაკულტეტებმა, ვინც დაინტერესებული იქნება, გარკვეული თანხა გამოყონ თავიანთ ბიუჯეტში იმისათვის, რომ პროფესორმა შეძლოს ელექტრონული კურსის შემუშავება. ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა, დიდი მადლობა. მე გიხდით ჩვენი ტელევიზიის სახელით, მაგრამ დროს უცებ გაელია, მე მინდა დაგემშვიდობო თქვენ, ბატონო ხამლეთ, შეახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ბატონო ხამლეთ მელაძე, პროფესორი ქართული უნივერსიტეტიდან, ბატონი რამაზ ბოჭორიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ეს ორი უნივერსიტეტი პლუს კიდევ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ეს არის ფლაგმანები სწავლების ახალი ელექტრონული ფორმების მხრივ. და იმედია, უკვე სხვა უნივერსიტეტებიც აიტაცებენ ამას. დიდი მადლობა მოგზაურობისათვის და მადლობა თქვენ ასულ მაყურებლებო. მომავალ შეხვედრამდე 4 კაცს.